ვასო გამწუყნეს იქითაუბნიც ბავშვებმა. აუ მარიკო სუდალ ურჯებული გაქვს თვალი, ვინ გცემა? აუ ვასო რანუbi ხარ? მართალი კი არ არის რაც ეს ეკრასკავებით დავიხატე. აუ ჰელომინზე არ წავიდეთ, დედაჩვენებს უთხრათ და წაგვიყვანენ. აუ ვიცით სატარდება ლიდერ სპორტ არენაზე ზეკ. ის როა ირაკლი კამკუსა ეგაკეთებს ძალიან დიდ ბურგერს და უფასო იქნებაო 29-ში 2 საათზე. აუ მეც ვთახე ახლა რა კაია. სახეზეც დავიხატოთ რაღაცეები, გრიმები და მაკიაჟები. რავი, შენ თუ გინდა დაიხატე, მაგრამ იქ იქნება ერთი გოგო და დაახატავს უფასოდ ბავშვებსო. ედო გუშინეგეც კამკუსას თორზე. აუ ცოტნესაც რო უთხრათ, მაგრამ მე დედამისის მეშინია. ისე ცოტნეს გრიმი კი არ დაჭირდება, დედამის დალურჯებული ყავს სულ. აუ რანაირი ქალია ცოტნეს დედა ჩვენც გვცემა. ნუ მე არა, რო დაინახა ჩალურჯებული მქონდა თვალი, ეს უკვე ვცემეო ეგონა და თქვენ გცემათ. ჩემთვის არ დაულურჯებია თვალი, ცხვირში რომ მქონდა თითი მაშინ ჩამარტყა. არა უშავს გაგვივლის მანამდე. 29-ში კი გვექნება, მაგრამ იქ მაინც ვერავინ არ მიხვდება მართალია თუ ტყუილი. ხო, მე უთხარი უკვე დედაჩემს და ეხლა ასულე და ეჩხუბება ცოტნეს ძედას. აი მოდის დედაჩემი. ვერ არის ეს ქალი, ხო იცით რა? ადექიო მარიკო წამოდის სახლში. ინგა სამსახურში მივდივარ და უცებ ყავა მომიდუღე რა. მოვადუღე მანდდევს. გაახილე თვალები მიკერელი რო გაქვს. ერთი ყავა მეც მომიდუღე ინგა. ინგას მოგწე მე შენ. დალი გოგო ეთყავა შენ კიდე გაცივდა. ხო დავლევ, ფლიპმენს თამაშობ. დავრეგისტრირდი მეილით და ეხლა შევედი. რეიტინგი უნდა ავწიო. რეიტინგი კი არა, თმები აიწია შუბლიდან და გამოაჩინე. ლამაზი შუბლი გაქვს შენ, მე მგავხარ მაგით. აბა ნაგავს ვინ გაიყოლებთ? ახსენე ნაგავი და ყრუბდებიან ეგრევე ორივე რა. აუ სულ ნაგავს მაწანი მე. ჩემი კლასელები სკოლაში რემოდიან დედები სენდვიჩებს და წარმატებებს აწანენ. მერე მეცხო გატანო მარიკო, აი სენდვიჩი და წაიღე. აუ ჩემი სენდვიჩი იყო, რატომ მიეცი? აბა არ გეკონტაქტები შენ და არც მაგი შემჭმელი არ იყავი. აუ რა გავაკეთო, ძალიან მაგარი პრიზებია ფლიპენში ყოველი კვირის ბოლოს. უნდა მოვიგო. Galaxy Buds 2, Galaxy Z Flip 5 და კიდე ბევრი რაღაცა. ჩემი ყავა სადღა? წავედი მე სკოლაში. ცეზარი და მექსიკური კარტოფილი 2 წუთში მზად უნდა მქონდეს მე-4 მაგიდისთვის. აუ რამდენი ხალხია გოგო დღეს და კიდე 2 მაგიდა უნდა მოვიდეს და ჯავშნილებია. აი ერთ-ერთი მოვიდა მე-7 მაგიდა. ხო. ზა? მაგათ მე მოიმსახურები მე მიმიშვი. გამარჯობა რას მიირთმევთ? გამარჯობა. შერაკინდაკ. რას ქვია ქრამინდა ქალბატონო აქ მუშაობ და გემსახურებით. რას ინებებთ? მე კიევურ კატლეტს ავიღებ და ერთი ვაშლის წვენიც რა. თეკლა შენ? მე მხოლოდ სალათი, მსუბუქად ჭამხომე ყოველ დღე და ტყუილი ნომერი 1. დესერტს დაამატებთ რაიმეს? აუ მოდი დესერტი თქვენ გვირჩიეთ, რა გეცოდინებათ რომელია კაი. დესერტებიდან ძალიან კარგია ბრაუნი, შტრუდელი და 35 ყოფილი. ბრაუნი იყოს, ბრაუნი მეტი არაფერი აღარ გვინდა. რა ქენია იღე შეკვეთა? მე კიდე ჩემაგიდას ველოდები. შეკვეთაც ავიღე და კარგ ტიპსაც ავიღე, მაგმაგიდიდან დარწმუნებული ვარ. აი ინებეთ თქვენი ანგარიში, ოღონდ ბარეთ თუ ვერ გადაიხდით ხარვეზია ტერმინალზე. ქეშოთ შეგიძლიათ. აუ მე მარტო ბარათი მაგდო. კი ვიცი, ქალბატონო თქვენ ხარ გაქვთ ქეშად თანხა? 58 ლარია მხოლოდ. კი, აი აიღეთ 100 ლარიანი. რა ხუდა არ გნიბავთ? ძალიან კეთილი ხართ, დიდი მადლობა. კიდევ მობძანდით. გამარჯობა რა შევკვეთავთ? გამარჯობა, მე ერთი ცეზარი და ერთი ალუბლის წვენი თუ შეიძლება. კი ბატონო და თქვენი შვილისთვის? რა ჩემი შვილი, ჩემი მეუღლეა. უკაცრავად თქვენ ეს ინებებთ. მე ერთი კარბონარა და ერთი ამერიკანო რა უშაქროთ. კი ბატონო ახლავე. დესერტსაც ხომ არ მიირთმევთ? აუ რა ვიკო გვინდა დესერტი? კაი არ გვინდა იყოს. რანერი მიმტანია. აუ ნინი ისეთი წვილი შემოვიდა რომ იმ გოგოს ქმარი შვილი მეგონა. გოგო ეგენი ძალიან ხშირად შემოდიან აქ და თუ გინდა მაგათ მე მომსახურები და შენ თელს მიეხმარე. გოგო ვერ ვიპოვეთ მე დათიო მიმსაფულის პატრონი და 100 ლარიანი გავინაწილეთ. შენი წილი შავი ჯიბეს ჩაკიდე მეორეში. ჯიგარი ხარ. კაი მაგათ მე მომსახურები და მიდი შენ მეორე მაგიდას მომსახურე ახლა რა შემოვიდნენ. ხო კაი გოგო ანასტასია, მალე ითვისებს ძალიან. მოგესალმებით, რას ინებებთ? მე
გული ტკბილცხარი соусით. მე სტეიქსა ვიღებ medium rare-ს და ორი ყავაც რა. გასაგებია. ვარდებსაც მოგართმევთ ცოტა ხანში და სანთლებსაც ავანთებთ მეტი რომანტიკისთვის. რა სანთლებს ანდებთ და ძმავართ ჩვენ? აუ ჯიამ ნამცხრებს რატო არ მაჭმევ მე? აი მე სტუმრებისთვის ამეთქი ეს მე ამდენად გავიმეორო ვერ გავიგე. დარჩება საღამოს და შეჭამთ მერე. ხო რა პრობლემაა შვილები ნასოფლალზე შევესიოთ. საჭმელიც არ მაჭამე დილიდან გამოფიტული ვარ. დედა როგორ ჩაუკიცკიცებიათ. საღამომდე არ გამოხვათ ოთახებიდან იცოდე. მოდით გოგოებო მოდით. დასხედით რა მან გადავიდან თებშებზე და ჩაუსხდეთ ეხლავე. ინგა ეს ბაყაყის სალათი მოგეტანე. აი მე რა ბაყაყის სალათი? ყაბაყის. კაილია დაგესინჯავ ამას საღამოს. წყალი სად არის? ხო გაფრთხილე მაშინ შემოხვიდე მეთქი. წყალი სად გვაქვს? დალია მილიონკანთან. ვინი ძალიან გემრიელი ეკლერია. მადარტია ხო ესა? ძალიან კაია. კი ესეც ძალიან გემრიელია. ზუ. მაგას შუქვიალია დეიდა და არ მაჭმევს. აი მე გოგოებო ესეთი ორნახატი არაყერო თავიდან დაიბადებით რა. ხო და მოდი ამ ჭიქით გაგვიმარჯოს ამ კორპუსის გოგოებს რა. ჭიქასად გვაქვს ნებისმიერი. აი მე ოღონდ სამზარეულოში შემოვიდეს რა. არით სად არის ჭიქები? რისთვის გინდა? წყალი უნდა წავიხო. წყალი ხო წაიღე ზეღან კაცო. ეგ ანასტასიასთვის იყო გული აქვს წასული და ხალი ჩაზეწევს იქით. ომარიკო გამოდი და გაგვიანდება. შეხეთ როგორ დაიზლაზნება რა. გამოდი ახლა დროზე. ინგა რო ყვირი ხომე უფრო იბნევა იქ ბავშვი. წეღა რო დაიყვირე კარაქენიპურის მეგრეთ მაგიდის ტილო მოკბიჩა. ტელეფონით დატენვა ჯამავიწყდა და უტელეფონით რო წავიდე. წადი ხომ მე მოვალ წამოსაყვანად მაინც ახლა ტაქსის ვიძახებ. მაგას გაგაყოლებ ნოვატორში. დანიშნულების ადგილი ნუცუბიძის 68 ეგ არის. ტელეფონით თუ არა გაქვს რობოტით დარეკი. მე რა ვიცი ტუალეტის ქაღალდებს იპარავ შეგ რობოტით დარეკვაც შეიძლება. აი მე მართლა იმდენი რაღაცა ისწავლა ბავშვმა, შეიძლება ბოლოს მართლა რობოტით დარეკოს. კაი ასე მაინც რო სწავლობს კაცო განვითარებულ ქვეყნებში სკოლებში ისწავლება ეს, მაგრამ ჩვენ შორს ვარ ჯერ მაგისგან. ერთმა ბავშვმა აწყო რობოტი და დააპროგრამა. ხო და ეხლა დედამისს უთვალებს მაგ რობოტით თავის უფროს შვილს. უი მართლა? ძნელია მაგ რობოტის აწყობა? ინგა მე მგონი ჩვენში ესეთები არ მოსულა. ტიხავს. კაი ხო, რა ვქნა მშობელი ვარ კაცო. აჰა მოვიდა ტაქსი მიდი ჩადი სადარბაზოსთან დგას. ანასტასია შენ ტელეფონი რეკავს. გისმენთ? გამარჯობა ქალბატონო თქვენი შვილი ჩემთანაა და მაგიტო გიდეკავ. მე გამტაცებელი მირეკავს მე მგონი. ვარკეთილში ტაქსი წამომიყვანა არასწორად და მშველას ითხოვდა ქუჩაში. მე მოგიკუდეს დედა. დატოვეთ რა მანდ მეტროსთან და მოვაკითხავ მე თვითონ. გაიხარეთ. ინგე ხა შენ ცუცუბიძის 68 მივთვით რომ ვარკეთილში წახვიდე. პირდაპირ რეისები გაუქმებიათ თურმე. ბავშვებო ძალიან მაგარი რაღაცა გავჩითე მოდით აქეთ. რა გაჩითე სასუსნავი? არა სასუსნავი არ არის. და რომ იყოს მაინც არ გაჭმევდი მაგ სკვინტლიანი ხელებით. დედა ჩემმა მომიყვა რომ ერთხელ ერთი ბავშვი იყო და ცხუში თიც და მოკვდაო. კარგით ხო. რა გაჩითე თქვი? სკოლაპი ხო გაგვთორივეს. გახსენით მიდით და მანდ არის სხვა სამყარო და ეგ ნახეთ. მოვაგროვე გლიტერები და გადაცვალე სარგებელში. რა მაგარია ვისარგებლოთ? ცოტნემაც მითხრა ჩამოვალო დავალებებს წერდა. შეიძლება ის უნამტირალები ჩამოვიდეს და არაფერი არ შეიმჩნიოთ. ვითო არ ეტყობა წრემლების სახეზე. დედა ჩემმა მომიყვა რომ თურმე ცოტნე უთრევე დედამის თმებით. რო გავუშვე თურმე თმები გქონდა ხელში შერჩენილი. აუ რა დროს თმებით თრევა დავალებებია შესასრულებელი და ყველაფერი 10 მისიის შემდეგ გახდება ცნობილიო დავიწყოთ რა. ბავშვებო შეხედეთ იქით ქურდი ვიღაც გავს ჩანთას ართმევს. აუ როგორ ჩხუბობენ. ომარიკო დედა შენია ეგ ქალი. დეგენერატო შენ. ომარიკო მოდი მომეხმარეთ კაცო. რა მოხდა ქალბატონო შემთხვევის ადგილზე? აბა მოგვიყევით. ეხლა მოგიყვებით ყველაფერს. მოვარდა ეს დეგენერატი მართლდა ჩანთას და გავუწია წინააღმდეგობას. ხოლმე ჩვენ დედაჩემს დავყავდი ხოლმე ტანმარჯიშზე და რაღაცა ეს ენერგია არ მაგალდა არასდროს. დავარტყი ჩანთა და მე ეს ბავშვებიც მოვარდნენ ურტყეს ამათმაც და ეგ იყო. ეს შუაში რა თქოს ხოთაშორის ლამაზი ბავშვი ჩემი შვილია ხო, ჩემი ბიჭი. ჩვენ ბესეთკასთან ვისხედით და სხვა სამყაროს მისიებს ვასრულებდით. თვასრომ დაინახა დედაჩემი და გამოვიქეცით აქეთ. აჰა, 4 ბავშვი იყო ესე თქვით წეღან და აქ რო 3 არიან. ეგ ცოტნე იყო დედამისმა წაიყვანა ქოჩრით. მაგათაც ახშ არ მიხვდეთ რომ დაპატიმრება მოგიწევთ დედამისის. ინგა სამსახური ვიშოვე. ვინ დაიწყო მუშაობა რესტორანში? დედა რა კარგია ანასტასია, ვის აქვს ჩემი ვალი?
ეს მევალეები ხო ვერ მოვიშური რა. იმდანაც დავიწყე მუშაობა ბანკირად კი არა. ყველაფერს გავისტუმრებ ხილფასზე. აი, დედის ამაკს ვერასოდეს გაისტუმრებს შვილი. რა გინდა რა ზემინა მივიოკებ ახლა? არაფერს არ გინდა მივიოკებ მე ხა, ისე ნუ გამომიყვარო გეგონება კრემის ფერი შარფი მქონდეს, ანახი და 40 ლარი მჭირდებოდეს. აუ, მე რა უნდა მიყიდო ანასტასია? ვინ მელაპარაკება? რატო უნდა გიყიდო შენ საერთოდ რამე რა გააკეთე გუშინ? არაფერი. რა გააკეთა? დამიწყებია გუშინ ჩემი ოთახის კარები ჩაკეტვა თურმე და რა ვთვერქავდი ვიდეო გადამიღო. რა შვებოდი? ვთვერქავდი რა არის? ვთვერქავდი, ანუ სწავლობდი. ინგლისურად თვერქ ნიშნავს სწავლას, მეცადინეობას. კიდე კაი როუსთვის გაგიგზავნია ეგ ვიდეო. იმედია არ დავაგვიანი. ანასტასიას ცეკვის ვიდეო მოგიტანი და გადაიწერე ტელეფონიდან. მესენჯერზე არ გამოგიგზავნე, იმიტომ რომ ჩემი პაროლი იცის და ნახავდა. იმედია რომ სუფთად მოქმედებდი. მაჩვენიაბა. ეს ვიდეო რა არის? 15 ლარი. კაი გამომართვი. იმედია რომ კიდევ ვითანამშრომლებთ. კი, ბუნების მასწავლებელმა რეული დამიგლიჯა შეხედე. საერთოდ აღარ ვისწავლი. რა რეული დაგიგლიჯა, მარიკო, არ გავგლიჯო ახლა ეგ ხალი. ხო, შეცდომით გიწერია დავალება ხეებზე და ფუჩქებზეო. მე რეული რამ დააგლიჯინა. შეიძლება რომ ნევროზი აქვს. დედა, ნევროს მივცე მე მაგას. რას ლაპარაკობ, კაცო, რა რველებს მიგლიჯავ, ვერ გავიგე ბავშვი დაფრინავს ნოვატორში, აწყობს და აპროგრამებს რობოტებს. ჩემი რობოტიც რომ მქონდა ამას წინ წაღებული სკოლაში, მარტო მაქალს არ მოეწონა. დიდი არაფერიო ასე თქვა. სულ გაგიჟდა ეს ხალხი რა. შეუნა წაიყვანო ხალხოიც ბავშვი ნოვატორში. მისამართი ხო გახსოვს, ნუსუბიცი 68. ეხლა დავრეკოთ. სად რეკავ ნოვატორში? არა კაცო, მაგაცე მადლობის მეტი რამე თქმის ვერ გავიგე რას ვერჩი. სადაც საჭიროა იქ ვრეკავ. ზემოთ. აი მე ამ შობლების ჩათში ხო არ წდება კიდე ეს მესიჯები რა. რა ხდება? აი მე გოგოებო, ჩვენი ბუნების მასწავლებელი გაუგდიათ თურმე სკოლიდან. ხადაობ ხო? ასე მგონია რომ დამთხოვა არ არის ეგ. გამაცადე. კი გოგოებო მართალია, მაგრამ ისე კი არ მიყვარდა ეგ ხალი ერთხელ ჩემი სალომე ისე ითხრია თმებით რომ ბავშვი სახში რომ მოვიდა ტალავერი ქონდა თავზე. მე უბრალოდ იქ დავრეკე სადაც საჭირო იყო. აი შენ თუ ეგ შეგარჩინო ნახავ და დეკლას კიდე. რა გინდა, ახარ ვიზავ ხო გავიგე. არა მოფიქრება ხო უნდა მე მაგას. მეცინება. ხო იცინე და შენ ინფორმაციებსაც გაიტანს მალე გარეთ. ახლა მონიეხლე ეგზელატოსი. აი მე ისო მარიკო 8 წელი ზელატოს რო არ გიყიდა მაღაზიაში რა იქნებოდა? ან კიდე რითი იყიდა კაცო მაგდენი. რატო არ იყიდა რაც რეკლამას ფულები მისცა ინფორმაციებში? Forbes-ის მილიონერების სიაში რო არ არის შეყვანილი ეგ მიგვირს მე. რა გინდა 20 ლარი გადამიხადა მარტო თან ნიკორაში აქციაა ზელატოსზე. 2 წელი მოგდის ერთის ფასში. ხო და ავიღე პორტალს. ლიასთან უნდა გავიდე და ხელსარიელიც არ შევალ. აუ ჩემი ნაყიდები არ გაუტანო, შენაც იყიდე ის გაუტანე. კარაკი. ვერ არის ეს, ხო იცი. კარაკით გავიდე ბიჭო მეზობელთან. ეს ბიზნესმენი წაიყვანი. გამოძალავს ინფორმაციებს ლიას და მე მოვუყვება ტეკლას. გავედი მე ლიასთან. შენ თავს მიხედე შენ რა. სამსახური რო ვერ გიშოვია ამ ხელა გოგოს. აი ეხლა გამაკავით. მოვედი. ვაიმე რა მოხდა? გაგზარცვეს? რა გაგზარცვეს? საიდან მოიტანი? ომარიკო სად არის? ძალიან მივიდა კეფაში ჩარტყმა და საწოლზეა. გამოფხიზლდება ცოტა ხანში. ანასტასია შეხედე სამსახურს რო ეძებ რა ვიპოვე სადარბაზოში? ბუკლეტი. მომაჩვენიობა? სულ ახალი ალბათ დღეს გააკრეს. ვიძებთ მენეჯერს კვირაში 5 დღე ანაზღაურება 1800 ლარი რა? დედა რა კარგი ანაზღაურება ანასტასია, მაგრამ რის მენეჯერს ეძებენ კაცო? ბევრი არაფერი არ წერია და როგორ გავიგო? მან ტელეფონის ნომერი აწერია ზედ და დარეკე. ომარიკო, ვის ელაპარაკებოდი შენ დილით ტელეფონზე რო ჩურჩულებდი? არა ვის, ვასოს ძალიზის ველაპარაკებოდი ჩატში. შვრიკავ. გამარჯობა, სამსახურთან დაკავშირებით გაწუხებთ. დიახ, რის მენეჯერის ვაკანსიაა ეს? სოფლის პროდუქტების მაღაზია. აი რო ვამბობ ისევ სოფელი გადაგვარჩენს მეთქი ვარჩერად თქვენ და. მე გლანში ვცხოვრობ და კი ინგლისურიც ვიცი. კი მოვალ გასაუბრებაზე რა თქმა უნდა მომწერეთ მისამართი. მგონი სამსახური ვიშვი. კარგი დროებით.
ხო, ვერაფერს ვერ მიხვდა. ვერც იმას შე რა გამომატანია ეგ ბუკლეტი. ომარიკო ამ გვერდზე თუ შეგეშალოს დაწერა. ჩათვალე რომ მკვდარი ხარ რა. კაი, აღარ შემეშლება. რა დავაწერო თავზე, რომელი თვეა ეხლა? ოქტომბერია. დააწერე ხო, საშინაო დავალება. შეხედე რა დააწერა. ოქტომბერს მოგწე მე შენ. ოქტომბერი. რა გინდა, თვითონ მასწავლებელმა გითხრა რომ ესე დააწერეთო. არა, ოღონდ თავი გაიმართოს და რეებს ამბობს, გესმის? არაფერი არ მისმის ეხლა, ფლიპმენს თამაშობ. Samsung-ის საიტზე ჩაეშვა ახალი თამაში და მაგას ყომარო ფური საათია. გათამაშებაც იქნება მალეო ასე ამბობენ. ხო, შენ იფრინე მან ვირტუალურ სამყაროში, აგერ შენ მაძმა წერა კითხვა არ იცის. დამიწერა აქ ოქტომბერი. მიყური ახლა ამოხია გვერდიც. დამიტოვა 4 ფურცელი რვეულში. აუ ეს მე დავწეროთ, მანამდე ბუნების წიგნში რო კროსვორდია, ეგეთ შესავსები გვაქვს. ანასტასია, მათამაშებ მე მეც ფლიპმენს. შემოbrunდი აქეთ. მაჩვენე ერთი წიგნი. აჰა, 5 ცალია კროსვორდში, პირველი. დადის კედლებზე აკეთებს ქსელებს რა არის? სპაიდერმენი. სპაიდერმენი არა, ფლიპმენი. ვერ ახარ შენ რა. არ ჯდება. კაი, მეორე გავაკეთოთ. დაფრინავ სახლში ძალიან სწრაფად. აბა? კოღო იქნება. არა, ეგ არ არის. ვახ შენი. კიდე წავაგი. ბუზი. სიკვდილის ბუზი. გიუშ რა შვები აბა მოგვიყევი, იშოვი სამსახური. თუ ჩემსავით დროებით უმუშევარი ხარ შენც. აუ მე მგონი რომ ვიპოვე რა, მადარტის კურიერად ვიჩდები აგერ დღე-დღეზე მე მგონი რა. ვაი, ეგ ძალიან მაგარია, მეც გამიგია სხვათა შორის, რომ კურიერები მან 2500 ლარიდან 4000 ლარამდე გამოიმუშავებენო. ჩემი სამი ყოფილი მუშაობს, მან და ვიცი. აუ მე ზოგადად მანქანების დამოპირდების ძალიან მეშინია. არ დადგება ჩემგან კურიერი. არა მე ხო იცი ძალიან მაგრა ვატარებ რა ბავშვობიდან. თან ძალიან მაგარი პირობები იჩითება რა, ანაზღაურება, ჯანმრთელობის დაზღვევა, მოპეცად თვითონ გაძლევენ რა ტიპები და საწვავიც მაგათია. თვითონ გაძლევენ მოპეცაც და ყველას ეძლევენ თუ ვინც მაგათთან მუშაობს მარტო მაგათ. ვინც მან მუშაობს თეკლა რა გჭირსტო? ეგ არც მე არ ვიცოდი რა, მაგრამ ერთი ტიპია მან, თენგო, კურიერი და მაგანა მიხსნა რა. თენგო ვიცი, ჩემი ყოფილია ეგ. აუ ძალიან კაია მან დრო იწყებ მუშაობას. მე ცოტა სხვა რაღაცას ვეძებ და უნდა ვიშოვო უეჭველი ამ თვეში. რო სწავლის ფული გადავიხადო ხოლმე მე. არა სამსახური მაგრათა სწორებს, რა თან მანდარჩი სასურველ გრაფიკს აირჩევო რა და მაგას მოერგები. ვახო მითხრა. ვახოც ვიცი, ჩემი ყოფილია ეგეც. აუ მანდ მუშაობს. აჰა, ქალბატონი თიკოც გამოჩნდა. სად იყავი გოგო აქამდე რა არის ეგ? გამოიცანით, მანდარტის დამცხრები გავჩითე და კურიერი ვინ იყო? რატი ჩემი ყოფილი? ეგ არის მესამე. ჯე, რაღაცას გეტყვი, ხო დაიფიცე რომ არ მეჩხუბები. არ გეჩხუბები, მითხარი მიდი. ეგრე არა, ვინმე დაიფიცე. აი მე, აჰა, ანასტასიას გეფიცები, თქვი. ჩათვალე რომ აქ ფიც გატეხავს, შენც გეჩხუბება და მე კიდე გატეხილი ფიცის გამო გავიტრუპები ავტომატურად. თქვი, ახლა შენ კიდე დააყენე საშველი. ჩვენი მეზობელი როა ლიზიკო ეგ მომწონს და საჩუქარი მიუტანე სახლში. ვა, ლავსტორიც გაიჩითა, რა ჩუქი. რა და ყუთით რო გქონდა დანები და ჩანგლები ეგ, რო არ ვიყენებდით. და ჩემი ვერცხლის ნაბორი. და გოგო თუ მოგწონს და ჩანგლის სერვისი უნდა აჩუქო და გენერატორ შენ. მაინც არ ვიყენებდით და რაც გინდოდა. რა გამიკეთა. ანასტასიას მზითები იყო ეგ, რო გათხოვდება ვერ გავიგებ, ხელს არიალს ხوار გავუშვებ ოჯახიდან. კარგა ხანი ჯერ მე არ ვაპირებ ფერსად წასვლას, ეგ იცოდეთ. ხო, ესმა ხო, მოურთმევია თქვენთვის დანაჩანგლის ნაბორი. მოგეწონათ, რატო არ მოგეწონებოდათ? კი, მადლობას ვეთყვი, აუცილებლად. ანასტასია, შემდეგზე იცი რა მინდა ვაჩუქო? ჭიქები რო გაქვს, ხო იცი, შუშის 12 წელი რო აწყვია ყუთში, ეგ. ქალბატონო, ჩაბრძანდებით ამ გაჩერებაზე? არა, არ ჩავდივარ. კარგით, მაშინ ჩაგვეტარით, რა ჩვენ ჩავდივართ. აი მე რატვინი შეჭამეს ამ ბავშვებს, მაგრამ აუ, ხლა მას იცირავს უსაო. კაი, ხლა არ კიდე სკანდალები რა ძლივს მოვედით. აუ, ხო სწორად მოვედით. კი, ეგა, ნუცუბიძის 68. აქა ნოვატორი და გამოვა ქალბატონი თეკლაც მალე. How are you, გოგოებო, სორი რომ დავაგვიანი, რა ერთს ველაპარაკებოდი და? აუ, აქაც თუ ვიღაც ტიპი გაიცანი საღოლ შენ. რავი, რაღამე ვერ ვიცნობ ვერავის. მე მოიხადე, ტაქსისტის ქუდი რო გაფარია. კაი, ხო რაღაც პუნჩი მართალია. ვინ გაიცანი შენ?
აი გამოვა ეხლა და ნახავთ თქვენ თვითონ. ისეთ რაღაცებს მივყვებოდეთ თან გავიხიე სიცილით. მაგან შენი სიცილი გაიგონა არ ამგონი ეხლა აქ გამოვიდეს. ავარიული გასასვლელით გავიდოდა. აუ რა რობოტიკის ოთახთან იქა და გამოვალო და აი რობოტიკის ოთახი ძალიან მაგარია სხვათა შორის რო იცოდეთ. ლეპტოპები, გაჯეტები, აიპედები, რობოტები ყველაფერი აქვთ. შენ უეჭველი რობოტი გაიცენა გვაპარებ ეხლა. აბა თბილისში ახლა ის ბიჭი უცებ შენ არ იცნობდა. კი გადახვიდოდი კიბურგებზე. არა ქალბატონი ნამდვილი ადამიანია. ისეთ საიდუმლოებებს მომიყარიც გაგებაც დიდი ხანია მინდოდა. აი გამოვიდა. რა უნდა ამას აქ? გამარჯობა. ომარიკო, მოდი გაიცანი შენი ახალი დამრიგებელი, ნათია მასწავლებელი. გამარჯობა, მე შენი ახალი დამრიგებელი ვარ. ქართულს გასწავლით და იმედია რომ ვიმეგობრებთ. აი მე ბოდიშით რა 2 წუთი გავალ, აი მშობლები არიან ჩვენი და მიდით მანამდე შევუერთდით. კარგით ნათია მასწავლებელო. დედა გოგოები როგორ ველოდებოდი რომ ახალგაზრდა დამრიგებელი ეყოლებაო ჩვენ კლასს რო ამბობდნენ. აი მე რა ახალგაზრდა მასწავლებელი ინგა ერთი რა იციან მაგათმა კაცო გამოუცდელები არიანო. დედა გოგოები ამბუფეთზე რა საპირებენ ნეტა შაშა რო გაფუჭებული ლობიანი აჭამეს კაცო ჩემს შვილს 2 კვირა ისეთი შებერილი მყავდა ბავშვი რომ სკვაზნიაკში ცხოვრობდით. აი მე მაგ ბუფეტის ისეთი უკმაყოფილო ვარ. აი მე ინგა შენი ბავშვი მე მგონი საერთოდ არ დადის ბუფეტში უშლი და უკმაყოფილო რატო ხარ? ხო რო არ დადის მე სახში მიჭამს ხოლმე კაცო ტვინს და ისეთი უკმაყოფილო ვარ რომ რა ვიცი. აი მე გოგოებო ისეთი ამბავი გავიგე რომ აი გავგიჟდები და ჩვენი მეხუთე კლასელები თურმე მესამე სართულზე უნდა ყავდეთ რა. სულად მოწვიდებიან ეგენი იქიდან მოგიკუდეს დედა. ნუ გეშინია რა ოღონდაც დიდები არიან უკვე კაცო მეხუთე კლასელები. აი მე გუშინ ისე უხარო და ომარიკო სკოლა მეწყებაო რომ გიჟათ იყო. მე რაღაცა ცეკვა ასწავლა კიდე თავის მადამ და სულაც ცეკვით მოვიყვანე დღეს. ინგადეიდა ომარიკო მესამე სართულზე ჩვენ კლასში ფანჯრის რაფაზი ავიდა და რაღაცა ცეკვას ცეკავს. ლამის გადავარდა და არ ჩამოდის. ვაიმე ის ახალი ცეკვა რო ისწავლა. აი მე მიშველეთ. ტუალეტი არ ირეცხება, სულ გაიჭე და ქაღალდებით. აი ნახე ამ ბავშვმა თუ არ დაგტყოროს და გავიგუძებთ ერთ დღესაც კანალიზაციაში. ნახე მიდი ინგა რა გააკეთა. აჩვენე ერთი. დედა მთლიანი რულონი ქაღალდი აქვს ჩაგდებული. რა იყო ომარიკო რა დგინოდა ამ ხელა ქაღალდები ვერ გავიგე. ნახე საერთოდ აღარ არის ტუალეტის ქაღალდი. გუშინ წინ მოვიტანე 3 წელი 2 ნაბიჯიდან. აუ ჯერო აფეთქდეს უნიტაზი. კაი ოღონდაც ერთი ომარიკო რა უნდა აფეთქდეს კაცო. გამოიცალე მაინც აქეთ დადექი. მე და რეებს უყურებ. დაელოდეთ იქნება წაიღოს რა. ტუალეტის ქაღალდით საყიდელი გამიხდა ახლა. ინგა ზუსტად ტუალეტის ქაღალდია აქცია 2 ნაბიჯში. 32 წელიანი შეკუდა. 13 და 99. გამოვიძახ ხო? ხო, გამოიძახეთ და კიდე მე მინდა სნიკერსი და მიწის ცხილი. ხო, თხილები ჭამე შენ და უარეს მდგომარეობას ჩაიგდე კუჭნაწლავი. მართლა გასწდება მე რესაწყალი უნიტაზი დაგიქნება. წავედი მე ერთი ჭურჭელი უნდა დავრეცხო და ფეირის გამოიძახე ანასტასია ბარე. დედა რამდენი ჭურჭელი იყო? 1 ტონა რა, 1 ტონა. ინგა ჩემი ოთახიდან გამოვზიდე ეს ჭურჭელი. დაგროვილი მქონდა და გასარიცხია. რა იყო რა სახე გაკ? დედა ბუფეტში ღვეზელი ვჭამე და მე მგონი მოვიწამლე, გული მერევა. რა ბუფეტში ომარიკო მე ხო აგიკრძალე მან ჭამა. არაფერი შენ არ გესმის რა. ხო არ ისმის და მაგიტო ჭამა ამჟავებული ღვეზელი. წარმოვიდგინე რა გემოეკნებოდა. გემრიელი იყო, მაგიტომ მეგონა რომ არაფერი მომივიდოდა. რა ვიცი შენი ჭირი მე რა პატრონი არ აყავს არაფერს ამ ქვეყანაში. ისე არიან მეშვებული სკოლის ბუფეტები რომ არც არავინ აკონტროლებს და არც არავის აინტერესებს კიდე რა სჭამენ ბავშვები. იგა კინგა თორე ნორმალურ ქვეყნებში პირიქით ხდება ყველაფერი. აი მაგათად ევროკავშირი 250 მილიონს ხარჯავს ყოველ წელს, რომ თავისი სკოლები იყოს მომარაგებული ჯანსაღი პროდუქტებით. აქაც არის ჯანსაღი საჭმელები, წვენია 60 თეთრიანი და ბატიბუტია ლარიანი. ეგ ბატიბუტი საჭმელად კი არ იყიდება მე. მაქსიმუმ კლასელებს რო გაკვეთილზე. აზი რო არა ხარ. ომარიკო მიდი ახლა ადექი მაცივარში ნაბეღლავია და დალიე. მე წამომიყოლე ერთი ჭიქა რა, მომინდა რაღაცნაირად. დრამა ჭამა კაცო გაფუჭებული ღვეზელი ჰა. მეტი არც არაფერი იყიდებოდა რა უნდა ეჭამანი და აი სპეციალურად მოვუძებნი. ევროკავშირის ქვეყნებში ჯანსაღი კვების ხელშეწყობის მიზნით მილიონობით ბავშვი იღებს სკოლაში ყოველდღიურად ხილს, ბოსტნეულს და გზის პროდუქტებს. აქ კიდევ გარაჟის საწყობები ამარაგებენ ბუფეტებს. უკიმომში და ისე. აჰა, დენა ბეხლავი. აუ მუცელი მიბუყბუყებს, მგონი ღვეზელი ყვირის კუჩში. მიდი ომარიკო წამოწექი ახლა და მე ვიმეცადინოთ.
არა მგონია დღეს ვიმეცადინოთ. აბა ეხლა ტრიპაჩობა. მაგარილოვიანიც დავითრიე. ვიღაცას დაგჭირთ მაგიდაზე და შევჭამე. ეგ ბუფეტში ნაყიდი ღვეზელია, რატო შეჭამე? ანასტასია ოქროშვილი მოდის და არ შეიმჩნიო. გაიმები ბესეთკაში ყოფილა, როგორც ყოველთვის. ანასტასია ვინმე ლაპარაკობს? გესმის შენ რამე ხმა? კი ოქროშვილი დგას აქ. გასუქებულა და კამარი 2 ნახრეთის იქით გადაუწევია. გასუქდებოდა, აბა რა იქნებოდა ისეთი ჭამა მაგან ჩვენთან. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მივჭამე? ხوار გასულს ვის კონდა დალურჯებული თვალი ჩხუბის მერე. ეგ იმიტომ რომ დაგინდე, მაგასაც რო ვერ ხვდები. შემეძლო რომ ჩამერტყე შუშის ბოთლი შენთვის თავში და იქვე დასრულდებოდა ყველაფერი. აუ თეკ მოდი ვაღიაროთ, რა ეგ ბოთლი არ კი არა ვერ ჩაარტყი. ვერ წვდებოდი ისე ყავდით მებით დაჭერილი. ახლაც დაჭერილი მყავს. თუ არ გაკეთებ იმასაც გეტყვი, ეგრევე Facebook-ზე აიტვირთება. ერთი წუთი შანტაჟის ზონი მეცა. შანტაჟიც კი არა ძეხვის და ლუდის სული დგას ორი ნაბიჯის აპლიკაციიდან რო გამოვიძახე. 20 ლერის მერე უფასო მიტანა და მაგას ვერ გავუმაზავდი. აი მოვიდა კურიერი მოვალი ხლავე. აუ ლუდი გვექნება, ძალიან ცუდია ოქროშვილი რო ვერ დალევს. ენაიჩლება ხოლმე ალკოჰოლს რო სვამს. თუ ეგ ისედაც ეგრეა. რა თქვი გაგა? ამ კონირა ძალიან ნამეტანი მოგვივიდა ხა? ხო, წიხლი არ მეჩაგირთხა კუჩში, მithumetes რომ ანასტასია გვაშველებდა. გამშველებელს მეტი ხვდებაო მართალი ყოფილა. ინგა სამსახურში მივდივარ და უცებ ყავა მომიდუღე რა. მოვადუღე მანდდევს, გაახილე თვალები მიკერილი რო გაქვს. ერთი ყავა მეც მომიდუღე ინგა. ინგას მოგწე მე შენ. დალი გოგო ეკყავა შენ კიდე გაცივდა. ხო დავლევ, ფლიპმენს თამაშობ. დავრეგისტრირდი მეილით და ეხლა შევედი. რეიტინგი უნდა ავწიო. რეიტინგი კი არა, თმები აიწია შუბლიდან და გამოაჩინე. ლამაზი შუბლი გაქვს შენ, მე მგავხარ მაგით. აბა ნაგავს ვინ გაიყოლებთ? ახსენე ნაგავი და ყრუბდებიან ეგრევე ორივე რა. აუ, სულ ნაგავს მატანი მე. ჩემი კლასელები სკოლაში რემოდიან დედები სენდვიჩებს და წარმატებებს აწანენ. მერე მეცხო გატანო მარიკო, აი სენდვიჩი და წაიღე. აუ, ჩემი სენდვიჩი იყო, რატომ მიეცი? აბა არ გეკონტაქტები შენ და არც მაგი შემჭმელი არ იყავი. აუ, რა გავაკეთო, ძალიან მაგარი პრიზებია ფლიპენში ყოველი კვირის ბოლოს. უნდა მოვიგო. Galaxy Buds 2, Galaxy Z Flip 5 და კიდე ბევრი რაღაცა. ჩემი ყავასა დღა. წავედი მე სკოლაში. ცეზარი და მექსიკური კარტოფილი 2 წუთში მზად უნდა მქონდეს მე-4 მაგიდისთვის. აუ, რამდენი ხალხია გოგო დღეს და კიდე 2 მაგიდა უნდა მოვიდეს და ჯავშნილებია. აი ერთ-ერთი მოვიდა, მე-7 მაგიდა. ხო. ზა? მაგათ მე მოიმსახურები, მე მიმიშვი. გამარჯობა რას მიირთმევთ? გამარჯობა. შერაკინდა აქ. რას ქვია კრამინდა ქალბატონო აქ მუშაობ და გემსახურებით. რას ინებებთ? მე კიევურ კატლეტს ავიღებ და ერთი ვაშლის წვენიც რა, თეკლა შენ? მე მხოლოდ სალათი, მსუბუქად ჭამხომე ყოველ დღე და ტყუილი ნომერი 1. დესერტს დაამატებთ რა იმის? აუ, მოდი დესერტი თქვენ გვირჩიეთ, რა გეცოდინებათ რომელია კაი. დესერტებიდან ძალიან კარგია ბრაუნი, შტრუდელი და 35 ყოფილი. ბრაუნი იყოს, ბრაუნი მეტი არაფერი აღარ გვინდა. რა ქენია იღე შეკვეთა? მე კიდე ჩემაგიდას ველოდები. შეკვეთაც ავიღე და კარგ ტიპსაც ავიღებ, მაგიდიდან დარწმუნებული ვარ. აი, ინებეთ თქვენი ანგარიში, ოღონდ ბარათით ვერ გადაიხდით ხარვეზია ტერმინალზე. ქეშოთ შეგიძლიათ. აუ, მე მარტო ბარათი მაგდო. კი ვიცი, ქალბატონო, თქვენ ხარ გაქვთ ქეშად თანხა? 58 ლარია მხოლოდ. კი, აი 100 ლარიანი. რა ხუდა არ გნიბავთ? ძალიან კეთილი ხარ, დიდი მადლობა. კიდევ მობძანდით. ინგა, სახლში ხართ? მოდი ლია, მოდი აქეთ ვართ. სად ვიქნები აბა გოგო? არც ბათუმია ჩემთვის და არც ქობულეთი. ბავშვებს მოვუტანეთ შოკოპაი. დასასვენებლად გინდა ხო წასვლა? ჩემი შვილი ისვენებს ტოპში. ტოპში? ფოთში. არა გოგო, მან კოღოებია ძალიან ბევრი. ომარიკო, გამოდი ლია დეიდამ შოკოპაი მოგიტანა. რა უაბარეს მოვკარი ყური? გამოუში რა აქეთ. ომარიკო ხარ შენ? გამომართვი 2 ცალი. კაი რა 2 ცალი რა არის? დაამატე რა 5-6 ცალიც. აბა ეხა გამასტარი აქედან სანამ ღრმად ჩავისუნთქე.
მელია ხალიჩებს რომ ეცხა გოგო უნდა დავალბო და წყალს მოუშვებ და მოვალ ეხლავე. მე რა უთხარი არ გაინტერესებს? მეთქი შეგათახსირებულო ქალო, მთელ კორპუსი როგორ გადაშლილი ფეხები ეკეთები ვისგან გიგვირს თქო. ნუ ახლა თათეკრიც არ მithქვამს, მაგრამ კი ვაგრძნობინე. ქვემოდან ლელადეი დაყვირეს, წყალი ჩამოვიდა თქვენგან ჩემთანო. ვაიმე, ჩემი ხალიჩები, დედა ჩავრეცხე მეზობლები. ომარიკო, ნუ დარბიხარ კაცო, წაიქცევი. შეხედე რა. ინგა როგორ ახარ ჩემო გოგო? რა შვებია ბა? მაღაზიაში გამოვედი და რა ვიცი გოგო, ვისეცხელა სახში რომ მე ჩამოვედი ჰაერზე, ბავშვს ჩამოვხედე თან. ნირთმევ. დაგომაცარა. გოია. თლიანი აიღე მეთქი ისგი არ მithქვამს. ვაიმე ომარიკო, მან დარდაჭდე. გაგიჭუჭყიან და კაცო შორტები. შეხედე რა. გოგო ასეც ნუ კი უშლი ბავშვს, ყველაფერს ცოტა უნდა მიუშვა. რჩევებსაც მაძლევს. გოგო, ბრაჭიქს ჩვენი კორპუსის სახურავს, თავჯდომარე რო ხარ. დედა რა ტიპი ხარ ინგა? ტიპი ვარ ხო, ტიპი. მიდი აბა შენიცი. ვაიმე ომარიკო, ნუ დადიხარ კაცო მაგბალაკებში, გიკმეს რაღაცა. უყურე რა. უკაცრავად ქალბატონო, აქ მეორადების მაღაზია მომასწავლეს და ხო არ იცით სად არის? კი, აი ამ კორპუსის უკან არის ამერიკული მეორადები. აი მე-16 კორპუსი რო არის, მაგის წინ გარაჟია და მან არის თურქული მეორადები და აქ როდი მაღაზია, მაგის მეორე სართულზე არის ევროპული მეორადები. მეორადი ქალების თუ გჭირდებათ, ეგეც ვიცი კიდე სად არის აქ. რეებს ლაპარაკობ კაცო. მიმასწავლეს ნანი ხო, ერთმა უცნაურმა ქალბატონმა. მადლობა. უცნაურს განახებ თუ გამოგეკიდე ახლა. ვაიმე ომარიკო, ნუ დადიხარ რა, დაიღლები კაცო. აუ შემეშვი. ვის უყვიდი ხარ შენ? წამოდი ახლა ბესახში. ინგა და გამოვუშვებთ კიდე? თუ ექნება სიარულის თავი გამოვა თვითონ. გამიძეხი. ვაიმე პიცა დამეწვა, რაღა ვქნა, დედას თუ დანახშირდა. მაჩვენია ბა. რა გინდა აი პილპილი გადარჩა. ისე პილპილი რა თუნდა პიცას. რა პილპილი ნახშირია გოგო ეგ? ისე კია სასარგებლო კუჭისთვის ნახშირი. აუ ჯი ერთი საათია მაგ პიცას ველოდები რა ვჭამოეხლა. არა უშავს ხო მეორე პიცაც მაგ გამზადებული და მაგაშებდებ გასკურაში გამოცხება. ინგა ისე ეს პიცა. თავდაცვის სამინისტროს რო გაუგზავნო, ისე გაფოებული არ ამგონია მას კარგი დამცავი ფარი იმად გქონდით. და ისე რამ დაწვა კაცო ასე სულ დანახშირებული როა. რა დამემართა. რადა ვიდეოებს უყურებდი Facebook-ზე და იმიტომ დაგეწვა. დედა როგორ ეხმარებიან ჭიანჭველები ერთმანეთს, რა კარგი ვიდეოა. აიმე ომარიკო, გააღერა ეგ ფანჯარა ძალიან ჩამოცხა კაცო. გლობალური დათბობა და ჯანდაბა ამათ, ამოხოცეს ხალხის სიცხეში. აუ გუშინ ქუჩაში წამივიდა გული და სადღაც პარკინგზე შევარდი. რა? წყალი აღარ მაქვს. გოგო ძალიან დიდხანს ვიყავი მზეზე და გული წამივიდა. რა გამოფხიზლდი ხის ქვეშ ვიყავი სადღაც პარკინგზე. დაპარკინგებული იყავი, ანუ გასაგებია. აუ მალე უნივერსიტეტის ჩარიცხები დაიდება და ძალიან მეშინია რატომ ხარც. აუ მე აღარ სხვათა შორის ნოვატორი რა გადავწყვიტე, მაგის მერე ძალიან კიდია უკვე უნივერსიტეტი. გუშინ ვიყავი სხვათა შორის მისული მან და ძალიან მაგარი გარემო დამხვდა. ხო. აუ ისე მეც შემაინტერესებს რაღაცა იგითის სფერო მოვიდოდი. თიკოში რა გაინტერესებს ვაფშე? 4 დღეც ვიყავის გარდა არაფერზე გილაპარაკია. რეცეპტებზე. აუ ბაზარი არა და გუშინ კიდე რანაირი ყავა დაგვალევინეს საერთოდ. ციანიდი ქონდაო თუ რაღაც. ცედრა გოგო, ლიმონის ცედრა. ხო მოუხდა. ამ კითხვაზე პასუხისგან თავ შევიკავი, ყველასთვის ესიაჯობებს. აუ მე ნოვატორში დამალევინეს გუშინ ყავა, ამ დასიცხლი რომ მივედი. კაი გავიგეთ, თეკნო წარმატებისგან პირველი ნაბიჯები გადადგი. Congratulations. აუ თქვენ უცხოენებზე აბარებთ, ხო? დიახ, გასაგებია. მე უკვე ნოვატორში ვარ. ჯე, ახალი მეგობარი გავიჩინე, ხო გამიშვებ დღეს მაგასთან? ვინ მეგობარი გაიჩინე, ომარიკო? საცხოვრობს. ლუკა ქვია, დედამის დიანა. შოროსალანში დადიხარ იმ კორპუსში ცხოვრობენ. უი, ეთერის კორპუსში. წადი ხო, მაგრამ 6 საათზე სახლში იყავი იცოდე.
შემოდიო მარიკო, დედაჩემმა ნამცხრები იყიდა და ვჭამოთ. გამარჯობა. მე ცოტა სხვანაირი წარმომედგინე ჩემი ლუკას მეგობარი, მაგრამ მოდი. დედაჩემმა მითხრა თქვენზე, მადლობა გადაუხადეთ ჩემ მაგივრათო. და იქ მადლობა რომ მხოლოდ სიტყვები არ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა. ლუკაჩო, მოდით დე მადარტის ნამცხრები ჭამეთ. ისაშვილი შენ იცი საერთოდ მადარტი, ანუ გსმენია. კი, ჩემს მოუტანეს თავისმა დაქალებმა დაბადების დღეზე მადარტის ტორტი. მარწყვებით იყო. მერთხელ ყველაფერი ხდება, მაგრამ ჩვენ ოჯახში სუფრას ჩიტის რძეც კი არ აკლია. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. აუ, მარიკო, შენ რა სოფელში იყავი, მანდ კაი იყო, მე არ მაქვს სოფელი. აუ, კი, ძალიან მაგარია. იცი ჩემ სოფელში როგორ ლაპარაკობენ? შენ აქითკენ არ ჩამეიარე. მე ძალიან გთხოვთ, მალე მორჩი და გარეთ გადით რა. კარგით, მალე მოვრჩებით. გევიდეთ გარეთ. მგონი კარგით გინთხო რომ გამოგიარეთ. ერთობიან ბავშვები კარგად ოთახში. კი, ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. როგორ ახართ აბა სახლში და როგორ მიჭერს ეს ოქროს ბეჭედი? რა ვიცი, ძველებურად, სამსახურის სახლი. დედა მარიკო, რომ ხელა გაზრდილ ხარ, როგორ აიყარა ტანი? რა ვიცი, დედამ მითხრა რომ 3 სუტყვა გადამული თუ შეჭამ, მაწვნის სუპს გაიზრდებიო და ალბათ მაგიტო. ხო, შეიძლება. რა ხდება, რატო შევწუხდით? აუ, კეთნა დეიდა, შეიძლება დათნა რომ ჩვენთან შეხვდეს ახალ წელს. არა, მარიკო, დათნა თავის სახლში ხდება ჩემთან ერთად. მე გონია რომ მარტო იქნებოდა სახლში. დედამ მითხრა რომ კეთნა დეიდა საროსკიპოში ხდება ახალ წელს. კარგით. ესოთა რომ მოდიოდი, ანასტასია იყო ბესეცკაში და ლუცავდა ბიჭებთან ერთად. რას ქვია მარიკო, ლუცვამ და მაღაზიაში ჩავაგზავნე. გადაიხედე თუ გინდა ფანჯრიდან. და ის სიმღერა ქონდათ კიდე ჩართული. ვოდკა პივა, პატკანეცკა პარაწივა. ეგ. მოვედი. მოგიტანე ეს გუშონიც. და რატო სვავდი პივას ქალბატონო? აუ, ნახევარი ბაკალი დავლიე მარტო. და ვაფშე ვინ გითხრა რომ პივას სვავდი? ბავშვმა მითხრა. აუ, მარიკო. აუ, შენ ირეცე რო ახალწლამდე მიაღწიო, გაიე? შპიონი ბავშვი. აუ, რა მაგარი რაღაცა. დედას უნდა გავუჩალიჩო. დედა, ხა თუ როგორ გამახარე ახლა არ იცი. გელოდებით მაშინ 11-ში. კაი, ცელუიო. ბავშვებო, ხათ უნდა დეიდა ჩამოვიდე და პრაზნიკებზე მოვა ჩვენთან. დღეს რო გავერთო სახლში შეიძლება? ვაიმე, მარიკო, ეხლა ისეთი გახარებული ვარო, რაც კიდე გააკეთე. ოღონდ კანონის ფარგლებში. ანასტასია, კიდე მაგარი რაღაცა გავაჩალიჩო? იცი ტუალეტის ქაღალდით უნდა გააქრო მაშინ დელივით. ვეი გადამიჩები. ეგ არა. დაველოდოთ. ვაიმე, ძლივში რაღაცა ნორმალური გააკეთე ამ ბავშვმა. აუ, ჩირი რო შევჭამო შეიძლება? აი მანდ დევს და შეჭამე. აუ, მე შევჭამ მაგას. მაგილა მეუესება. თითი არ დააკარო მაგას ხალბატონო, სუფრისთვისაა. და ეგ რატო ჭამს? გამოეჯიბრე, ბავშვია. უზდელი ხარ იცი? ხელებს მოგამტრევე ხა. ანასტასია, რა იყო მოკვდი? ბავშვია. ტუალეტი ვინ დატოვა ჩაურეცხავი. გეტყვი. მარა ბავშვია. აბა მოვიდა ახალი წელი და გილოცავთ ბედნიერების და კარგი ამბების წელი ყოფილიყოს. მე მეც გილოცავთ. მაგარი პონტებს გისურვებთ. აბა მეც გილოცავთ შეიძლება. შეიძლება მე ვეღარ მოვესწრო, მაგრამ მადლი და ყოველდღე კანკი გქონებოდა თუფლისგან. და ბავშვი საწავიდა კაცო, აქ არის ყოველი წუთის წინ. გილოცავთ ახალ წელს.
მე ნამდვილად ვეღარ მოვასწრები. ესე იგი, ამ ხელა ახალი წლები გადავაგორეთ და ერთი არავინ დამხმარებია საქმეში. მოდე იმეშინა დაგეხმარები მე. არა დედა გაჩერდი შენას დამეხმარები ისედაც ერთი კვირით მყავხარ აქ. კარგი ბატონო. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ამ სახლს კიდე ყავს ჩემ გარდა სხვა მუდმივი მაცხოვრებლები. დი მე რო დაგეხმარო? არა უმარიკო შენ ვერ დამეხმარები ამაში. ხარ მუდმივი მაცხოვრებელი, მაგრამ ვერა. Este, eu că mine mi-o că peste dropt. Გავაკეთებ. მიხდი? აი მიდი, ხუსტალის ჩიქები გარეცხე. ესენი? Ups. გავიგოთ აბა სიახლეები. როგორ არის ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალი, ჰა? რა ქვიშველება? გავედი მე სამსახურში. ესე იგი მე იმას ვიზახი რომ ქვეყანაში კრიმინალია გაზრდილი მეთქი და ეს კიდე სამსახურში გარბის. იმუშავე რა ონლაინ. გუღმარტი. დესახში ნაკლები კრიმინალები მყავხათ? სხოთეშიც ვაკანსია არის. გაყიდვების სფეროში ინსტაგრამზე. ონლაინ და მომწერეთ. დი კრიმინალი რას ნიშნავს? აი ადამიანი რო ცუდ რაღაცებს აკეთებს, ეგ არის კრიმინალი. რომ მოიპარავ, რომ მოკლავს სხვას. ანუ ანასტასია არის კრიმინალი? ამასთან ლუდია იყო დაუკითხავთ მაღაზიიდან და კაცი გამოგვეკიდა აქ დაცვა ეწერა და ანასტასიამ დაჭერობანას გვეთამაშებაო და მოუგეთ. აუ რა მაგარი მურთფილია. დი ერთ სერიას უყურებ კიდე. უყურე ხო? კარიც გააღებარე. თუ ის უძღები შვილი დაბრუნდა, უთხარი რომ არ შემოვიდეს, თორემ მივაკლავ კედელზე. ვაუ, მარიკო, შენ გაიჩთე, როგორ ახარ? საით ანასტასია? თიკო, ოღონდ არ არის ანასტასია სახში. ჩოფერში გაამწესა დედამ ერთი კვირით. რატო? რამე მიქარა? დედა საჯუქა დაბაძების დღეზე პამპერსი და აი მე რა გიში გოგოა. წავალ მაშინ მე, კაი? კაი. Кто это было? არა ანასტასიას პადრუგა. ისე ჩამოხვედი საქართველოში და დაიწყე ნელ-ნელა ქართულის გახსენებაც. კი, მაგრამ დახმარება. მე დაგეხმარები ლაპარაკის მეტი რა ვიცი. კარგი. იცი ძალიან გემრიელია ეს ღვერი. აუ ჯე, ნატო მასწავლებელმა დღეს 1 ტონა დავალება მოგწა დასაწერი. დასვენებულები ხართო. მე კიდე მაგრამ ნერვიულობ ქართული საკონტროლოზე. კიდე 200 არ გამოუგრა ხელი. მისამეთ. ამასაც ვარ იჩხუბები ცუდ ნიშნებზე? მე რომ ჩმიტავ ხოლმე. და რაზე ვეჩხუბო ხო ვერ მეტყვი. მე კი ვიყავი ფრიადოსანი და რაც აღმერთს არას წადდეს არა საქმე არ ექმნებისო. გენიოსი იყო ჭავჭავაძე რო თქვა ეს. აუ თიკო მე თუ ორიანი მივიღე ისევ იმინა პაჟერს გავაჩენ სკოლაში. დედა თუ ნამიცხე წეგან რომ მე უკვე ყველაფერი ვიმეცადინეო. ნეტა ერთი მაგ ბავშვმა კიდე წიგნების გარდა რამე თუ იცის რა. კი, როგორ არა. ჭადრაკზე დადის, ჩოგბურთზე და კიდე ცურვაზე. მერე შენ ხო დადიხარ ხოლმე, მარიკო. მაღაზიაში დადიხარ ხოლმე, თონეში. რომელი შენი კლასელი დადის თონეში? ხო, ისე მეც მინდა რომ გავიზრდები, მურმანიძიასნაირი თონე მქონდეს. თონის გარეშეც გამოაცხობ პურს. დუხოვკაში. მერე არ გაგიგია ადამიანი ზოგჯერ უთონო, მაგრამ 1000 პურის მცხოველი. დღევანდელ განათლებასაც თუ განათლება ქვია რა. But here I am next to you. The sky is more blue in Malibu. Next to you in Malibu. Next to you, baby. Anastassia, დედა სად არის ამდენი ხანი? მომშვიდა. დილეში მივდივარ და დამიბარა და მოვამალე. მოვედი. ისეთი უთო ვიყიდე, რომ აი არ ვიცი ძვირფასი. დელითი იყიდე, ხო მითხარი გუშია, ფული არ მაქვს. რით და გუშროთმები შეიჭერი, ჩავაბარე ცეკვის ანსამბლში. პესტა, დილერი ხარ იმინა.
ინგა უიაგხართ. აი ბორში გავაკეთე და მეთქი მივაწოდებ, ხო, აი. დედა შენ გაიხარელია, ესე იგი ახლა ვფიქრობდი რა ვაჭამო ომარიკოს თქო. ისე რა კარგი თემები გაქვს, შენ არაპირებ შეჭრას. იცი ადრე შემჭრა დედამ და მერე გაყიდა, იმის მერე აღარ ვეკარები. მე და თქვენ გავუგებთ ერთმანეთს ძალიან მაგრა. ხო და მესტუმრეთ, ლეკვის მურაბა გავაკეთე. პროსტა რაპონჩი მიღალატა თუ მეტყვი, დაუწნადები იე. და ხო იცოდი ეგეთი ბიჭი რო იყო, რაღაცა შეურიგდი. ძალიან დიდი ბოდიში თიკო რა. და მე მგონი იქ იყავი რომ მითხრა, ჩემი პრინცესა იქნებიო. ანასტასია დედამ დამაბარა რომ მეზობლები შემიყარა უკვე და პრინცესა კი არა, ჯვარნიაშკა იქნებაო. ომარიკო გადიოთ ახდენ თორე სულს გეფიცები შენზე ვიყრის ჯავს, გაიგე? გოგო ბავშვთა რაღა გინდა დაწყნარდი ცოტა ეხა. დაუწნადი კი არა ეხა რომ წავალ და იმ თეკლა გურგენიძეს გავამელოდებ. ნახოთ მე როგორ მოეწონება ლექციებს. ანასტასიამ თქვა თეკლა გურგენიძე უნდა გავამელოდო. ვაიმე, ნათქვამი როა ხო იცი ნუ დაეცემი მტრის დონეზეო. დაივიწყე რა. всё, მე ვიცი ხარ ესეც გავაკეთებ. დედა თამუნა რა კარგი ამბავი მითხარი ახლა, ჰა? კარგი ჩემო კარგო, ხვალიდან მანდვარ. კარგი. ჯერშად მიდიხარ ხვალ. ქვემოთ ჩვენთან მაღაზიაში სჭირდებოდათ კიდე ერთი გამყიდველი, ხო და მე ვიწყებ ხვალმან მუშაობას. რა თქვი? საბა. მაღაზიაში სიგრეტი შენს აღარ გვაქვს ვაფშე. იმიტომ ჯერ ჩემო დაიწყო მან მუშაობა. აუ, ჯერშახ აღარ იქნები ხოლმე? მაშინ დელი თუ გადამწეს პეჩენია. ასე თუ გაგზავნა პეჩენია კი არა, პურიც აღარ გადაგწდება ყელში. დავიხოცებით მშივრები. მაია მოკვდებით? მეტი რაღა უნდა მოკვდე. პანიკა დავშვი. ბავშვებო, ძალიან მაგარი რაღაცა გავჩითე, მოდით აქეთ. რა გაჩითე, სასუსნავი? არა, სასუსნავი არ არის. და რომ იყოს მაინც არ გაჭმევით მაგ სკვინტლიანი ხელებით. დედა ჩემმა მომიყარა ერთხელ ერთი ბავშვი იყო და ცხუშით და მოკვდაო. კარგით ხო. რა გაჩითე თქვი? სკოლაპი ხო გაგვთორივეს, გახსენით მიდით და მანდარი სხვა სამყარო და ეგ ნახეთ. მოაგროვი გლიტერები და გადაცვალე სარგებელში, რა მაგარია ვისარგებლოთ. ცოტნემაც მითხრა ჩამოვალო, დავალებებს წერდა. შეიძლება ის უნამტერალები ჩამოვიდეს და არაფერი არ შეიმჩნიოთ, ვითო არ ეტყობა წრემლების სახეზე. დედა ჩემმა მომიყარა თურმე ცოტნე უთრებია დედამის თმებით, რო გავუშვათ თურმე თმები გქონდა ხელში შერჩენილი. აუ, რა დროს თმებით თრევა, დავალებებია შესასრულებელი და ყველაფერი 10 მისიის შემდეგ გახდება ცნობილიო, დავიწყოთ რა. ბავშვებო, შეხედეთ იქით ქურდი ვიღაც გარს ჩანთას ართმევს. აუ, როგორ ჩხუბობენ. ომარიკო, დედა შენია ეგ ქალი. დეგენერატო შენ. ომარიკო, მოდი მომეხმარეთ, კაცო. რა მოხდა ქალბატონო შემთხვევის ადგილზე? აბა მოგვიყევით. ეხლა მოგიყვებით ყველაფერს. მოვარდა ეს დეგენერატი მართლდა ჩანთას და გავუწია წინააღმდეგობას. ხოლმე ჩვენ დაეჩემს დავყავდი ხოლმე ტანმარჯიშზე და რაღაცა ეს ენერგია არ მაკლდა არასდროს. დავარტყი ჩანთა და მე ეს ბავშვებიც მოვარდნენ ურტყეს ამათმაც და ეგ იყო. ეს შუაში რა თქოს ხოთაშორის ლამაზი ბავშვი ჩემი შვილია, ხო, ჩემი ბიჭი. ჩვენ ბესეთკასთან ვისხედით და სხვა სამყაროს მისიებს ვასრულებდით. თვასრომ დაინახა დედა ჩემი და გამოვიქეცით აქეთ. აჰა, 4 ბავშვი იყო, ესე თქვით წეღან და აქ რო 3 არიან. ეგ ცოტნე იყო დედამისმა წაიყვანა ქოჩრით. მაგათაც ახშ არ მიხვდეთ, რომ დაპატიმრება მოგიწევთ დედამისის. ომარიკო, გამოდი და გაგვიანდება. შეხეთ როგორ დაიზლაზნება რა. გამოდი ახლა დროზე. ინგა რო ყვირი ხომე უფრო იბნევა იქ ბავშვი. წეღა რო დაიყვირე კარაქენიპურის მეგრეთ მაგიდის ტილო მოკბიჩა. ტელეფონით დაწენვა ჯამავიწყდა და უტელეფონით რო წავიდე. წადი ხომ მე მოვალ წამოსაყვანად, მაინც ახლა ტაქსის ვიძახებ. მაგას გაგაყოლებ ნოვატორში. დანიშნულების ადგილი ნუცუბიძის 68, ეგ არის. ტელეფონით თუ არა გაქვს რობოტით დარეკი. მე რა ვიცი ტუალეტის ქაღალდებს იპარავ შეგ რობოტით დარეკვაც შეიძლება. აი მე მართლა იმდენი რაღაცა ისწავლა ბავშვმა, შეიძლება ბოლოს მართლა რობოტით დარეკოს. კაი ასე მაინც რო სწავლობს კაცო, განვითარებულ ქვეყნებში სკოლებში ისწავლება ეს, მაგრამ ჩვენ შორს ვარ ჯერ მაგისგან. ერთმა ბავშვმა აწყო რობოტი და დააპროგრამა. ხო და ეხლა დედამის უთვალებს მაგ რობოტით თავის უფროსშვილს. უი მართლა? ძნელია მაგ რობოტის აწყობა? ინგა მე მგონი ჩვენში ესეთები არ მოსულა. ტეხავს. კაი ხო, რა ვქნა მშობელი ვარ კაცო.
აჰა, მოვიდა ტაქსი, მიდი ჩადი სადარბაზოსთან დგას. ანასტასია, შენ ტელეფონი რეკავს. გისმენთ? გამარჯობა ქალბატონო, თქვენი შვილი ჩემთანაა და მაგიტო გირეკავ. მიღამტაცებელი მირეკავს მე მგონი. ვარკეთილში ტაქსი წამომიყვანა არასწორად და მშველას ითხოვდა ქუჩაში. იმე მოგიკუდეს დედა. დატოვეთ რა მანდ მეტროსთან და მოვაკითხავ მე თვითონ. გაიხარეთ. ინგე ხლა შენ ცუცუბიზის 68 მივუწვდე რომ ვარკეთილში წახვიდე. პირდაპირ ისები გაუქმებიათ თურმე.